თბილისის ზღვაზე სპორტულ გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა ჯინოფერი დაისმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 40-მდე ბავშვს უმასპინძლა. აქცია ორგანიზაცია ქალთა თანადგომას ინიციატივით და ქალაქ თბილისის საკრებულოსა და საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების მხარდაჭერით გაიმართა. როგორც აქციის ინიციატორები აცხადებენ, მათი მიზანი იყო სტიქიის შედეგად დაზარალებული მოზარდების კეთილდღეობაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს არ არის პირველი აქცია. მანამდე ჩვენ არაერთხელ ყოლია აქ დევნილი ბავშვები, როგორც აფხაზეთიდან, ასევე შიდა ქართლიდან და აი ამჯერად ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მსგავსი აქცია ყოფილიყო დაზარალებული ბავშვების მიმართ. ვფიქრობთ, რომ ეს დღე ძალიან კარგად გამოვიდა, ბავშვებმა ძალიან იხალისეს, ბევრი კარგი რამ ნახეს და სამომავლოდაც ბატონი ნოდარი დაპირდათ, რომ მსგავსი აქციები ისევ და ისევ გაგრძელდება. უდიდეს მადლობას უხდით მას ამ კომპლექსს და მის დამფუძნებელს ბატონ ნოდარს, გიორგაძეს კეთილშობილური მხარდაჭერისთვის ყოველთვის, იმისთვის რომ აღმოუჩინა ამ ბავშვებს ასეთი დიდი ყურადღება, გაერთენ მთელი დღის განმავლობაში ეს კომპლექსი სრულად ამ ბავშვების განკარგულებაშია, მათ მიიღეს ყველა სერვისი, რაც შეიძლება იყოს მიწოდებული ნებისმიერი კლიენტისთვის, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ ამ ბავშვებისთვის ეს მოგეხსენებათ არის უფასო, ასევე ყვება. ეს ყველა ხარჯი აიღო საკრებულო. მოვიფიქრეთ, რომ ბავშვები ჯინო პარადისეში ამ 64-ში ეს ბავშვები ამოვიყვანოთ და ეტაპობრივად თითქმის უყოლა დავასვენოთ. აი ახლა 100 ბავშვი გადის რეაბილიტაციას ორ-ორი დღით ამოდის აქ, ისე იგი, აქვე ცხოვრობენ ჩვენთან, აქვეა მათი კვებაც. პარალელურად ამისა კიდე აი ეს დღევანდელი კიდე 40 კაციანი ჯგუფი, რომელიც დღეს მოვიდა კიდე დამატებით. ბავშვები მთელი დღის განმავლობაში გაერთნენ და აკვაპარკის სრული სერვისით ისარგებლეს. როგორც თავად ამბობენ, დადებითი ემოციებითაც დაიმუხტნენ. ჯინოფერი დაიშის შეკრებილი ბავშვებისთვის თბილისის სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტებმა და რუსთავის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა საგანგებო კონცერტიც გამართეს. ძალიან კმაყოფილები ვართ, გვაქვს ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველა ადგილი და არ ვიცი, უღრმესი მადლობა ჯინოფერი დაის, რომ მოგვექცია ყურადღება და ესეთი არაჩვეულებრივი დღე გვაჩუქა. ძალიან მოგვეწონა ეს უბრალოდ რომ გაგვიმასპინძლა ყველაფერი და რა ვიცი, ძალიან მხიარულეთ, ძალიან პოზიტიური დღე იყო. და დიდი მადლობა მინდა მოუხადო ჯინოფერი დაის ესეთი მშვენიერი დღისთვის. აქაურობოთ ძალიან მოწონს, კარგად გავერთეთ და მაგარი ადგილია.